9 მილიარდიან ევროპას შეხედეთ, რა დღეშია. აგერ ახლა ირლანდიაში რამოდენიმე დღეა მიმდინარეობს მრავალათასიანი მიტინგები. დაიღალა უკვე ირლანდიის მოსახლეობა, მთელი მსოფლიოდან ჩაიყვანეს მიგრანტები. ხო და სადღაც წარმოიდგინა ევროპის ბოლოში, რომ ირლანდია შეწუხებული ამ საკითხით. აქვე რო ცხოვრობ, ყველაზე ახლო შენ ხარ პაკისტანთან და არაბეთთან და ავღანეთთან. შენ რატო ატარებ იმ პოლიტიკას? შენ 3 მილიონიანი პატარა ქვეყანა, რომელიც ამ სამყაროს შუაგულში ხარ. ირლანდია, კაცო, კიდე კუნძულია ჩრდილოეთ ევროპაში. რაღაცას მოიფიქრებენ ისინი და მოახერხებენ. შენ აქ შეცდომის დაშვების საშუალება არ უნდა გქონდეს. იმიტომ რომ ეს საკითხი თუ ასე მიუშვით, როგორც ეხლა ამ თავრობის პირობებში, ჩვენი და ჩვენი შვილების საბრძოლველი გახდება. საერთოდ არ არის თან გარანტირებული, რომ მაგ ბრძოლაში გავიმართ. აი, გავა 10-15 წელი და ეს ტენდენცია თუ შენარჩუნდა, ყველას კარებში დააკაკუნებს ეს პრობლემა. ყველას შეაწუხებს ეს პრობლემა. ნუ რა ვიცი, ნუ წარმოუდგენია, რომ აფერი არ მოხდება, კაცო, მოხდება.